ტომ კრუზი პირველად მიიღებს მონაწილეობას ჰორორში. ამის შესახებ გვამცნო რეჟისორმა დაგ ლაიმანმა. სწორედ იგი შეიყვანს კრუზს მისთვის ახალ ჟანრში, თუმცა თავად ლაიმანისთვისაც ეს ახალი გამოცდილება იქნება. მათ უკვე აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრში. კერძოდ კი, ისინი ერთად მუშაობდნენ ფილმზე „მომავლის ზღვარი“. რეჟისორს არ დაუზუსტებია, როდის დაიწყება ახალი ფილმის გადაღებები და როდის მოხდება მისი პრემიერა, თუმცა სავარაუდოდ ფილმის სახელი იქნება „Deeper“. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ კინოსა და სერიალების მთავარ სიახლეებს. მიუხედავად იმისა, რომ დუეინ ჯონსონი არის ერთ-ერთი ყველაზე გაბარიტული მსახიობი ჰოლივუდში, მის სიმაღლე არის 191 სანტიმეტრი და წონა დაახლოებით 120 კილოგრამი, ნახევრად ღმერთის მაოის როლისთვის მოანას კინოადაპტაციაზე მას მაინც მოუწია გარკვეული ხრიკებისთვის მიმართვა. ჟურნალისტებმა გაავრცელეს ფოტოები გადასახები მოედნიდან, რომელთა მიხედვითაც აშკარაა, რომ ჯონსონი ფილმში ხელოვნურ კუნთებს ატარებს. ინტერნეტი, რა თქმა უნდა, გაურკვევლობებით აფეთქდა და ისეთი ხმაური გამოიწვია, რომ საჭირო გახდა ოპერატიულად განმარტებების გაკეთება. ინტერვიუში გამოცემა ექსტრასთან ჯონსონმა განაცხადა, რომ მისი ვიზუალი ჩანაფიქრის მიხედვით საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო. გადასაღები მოედნის ირგვლივ აშენებული იყო სპეციალური კედელი, რათა პაპარაცებს ვერ შეეხედათ გადასაღებ მოედანზე. თუმცა ნიუსებზე მონადირეებმა მაინც მოახერხეს რამოდენიმე მომენტის დაფიქსირება. მათ შეძლეს საჭირო ადგილზე მიღწევა ნავებით. დუეინმა აღიარა, რომ ფილმში კუნთები მართლა ყალბი იქნება. რეალობაში მისი სხეული ვერ აღწევს საჭირო ზომებს. კოსტიუმი შექმნა გრიმიორმა ჯოელ ჰარლოუმ. ჯონსონს მაოის როლში გადასახვისთვის რამოდენიმე საათი სჭირდება. მოანა გამოვა 2026 წლის ზაფხულში, ხოლო მანამდე კინოთეატრებში გადის ანიმაციური ფილმი „მოანა 2“. მიუხედავად კრიტიკოსებისგან საშუალო შეფასებებისა, მულტფილმმა უკვე გამოიმუშავა $400 მილიონ მეტი და მოხსნა რეკორდი. მას აქვს საუკეთესო 5-დღიანი უიკენდი ანიმაციური პროექტების ისტორიაში. მანამდე ლიდერობდა მარიოს მულტფილმი. „გლადიატორი 2“ თავდაჯერებულად აგრძელებს კასის შევსებას შემოდგომა ზამთრის სეზონზე, მიუხედავად საყურადღებო კონკურენტებისა. ამ გზით ფილმი უკვე გახდა მნიშვნელოვანი ნამუშევარი დენზელ ვაშინგტონისთვის, რომელმაც ფილმში მონათმფლობელი მაკრინუსის როლი შეასრულა. ეს არის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი მის კარიერაში. რიდლი სკოტის ახალმა ნამუშევარმა შეძლო 2007 წლის კრიმინალური ჟანრის ფილმის „განგსტერის რეკორდის“ მოხსნა, რომელშიც ვაშინგტონმა რასელ ქროულთან ერთად ითამაშა. შემდეგ მოდიან „Safe House“ და „ფილადელფია“. 69 წლის დენზელ ვაშინგტონს არასდროს მიუღია მონაწილეობა საკასო ჰიტებში. იგი ყოველთვის ამჯობინებდა კრიმინალურსა და ბიოგრაფიულ დრამებს. ამიტომ „გლადიატორი 2“ გახდა ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი მის კარიერაში. თუ ფილმი შეძლებს სტუდიისთვის დიდი ფინანსური სარგებლის მოტანას, რიდლი სკოტის განცხადების მიხედვით, ჩვენ მალევე ვიხილავთ „გლადიატორ 3“-ს. ამასობაში სხვადასხვა სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვიდა ფილმი „ნაფიცმსაჯული ნომერი 2“. ფილმმა ვერ მიიღო დიდი მარკეტინგული მხარდაჭერა Warner Brothers-ისგან. მას აჩვენებდნენ ამერიკასა და რამოდენიმე ქვეყანაში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით. ეს ფილმი არის 42 და ბოლო რეჟისორული ნამუშევარი კლინტ ისტვუდის კარიერაში. სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი ჯასტინი, ნიკოლას ჰოლტის შესრულებით ხდება ნაფიცმსაჯული გახმაურებულ საქმეში, რომლის მიხედვითაც ბიჭმა მოკლა თავისი შეყვარებული ჩხუბის შემდეგ. თუმცა ჯერ კიდევ საქმის მასალების განხილვის ეტაპზე მთავარი გმირი ხვდება, რომ ბრალდებული უდანაშაულოა. გოგო იმ საბედისწერო ღამეს შემთხვევით მან თავად მოკლა. მანამდე იგი ფიქრობდა, რომ ირემს დაეჯახა, რომელიც შემდეგ გაიქცა. ჯასტინი მორალური დილემის წინაშე დგება. აღიაროს დანაშაული და ჩაჯდეს ციხეში, თუ ცადოს ბრალდებულის გათავისუფლება. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ნაფიცმსაჯული ნომერი 2, რომელიც იწყება როგორც ჩვეულებრივი მორალური დრამა, ეტაპობრივად გადადის თანამედროვე სასამართლო სისტემის კრიტიკაში. თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ ის, რომ მსგავსი არაფერი ჩაუფიქრებია ავტორს და კრიტიკოსთა დასკვნები მხოლოდ სიღრმისეული აზრის ძიების სინდრომის სიმპტომებია. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, ეს ფილმი კლინტ ისტვუდის ჩამთრევი, დაძაბული და უბრალოდ საინტერესო გამოუვიდა. სამხრეთკორეულმა სერიალმა Squid Games-მა შეაგროვა 330 მილიონი მაყურებელი და თითქმის 3 მილიარდი ყურების დრო Netflix-ზე, რითიც სერვისი ამაყობს. მეორე სეზონის თიზერის გამოშვებამ აწია პირველი სეზონის პოპულარობა 60%-ით. Netflix-ში დარწმუნებულები არიან, რომ ეს არის ყველაზე მოსალოდნელი პრემიერა 2024 წელს. მეორე სეზონი შედგება 6 ეპიზოდისგან და გამოვა 26 დეკემბერს.
ისტორია კვლავ მოგვითხრობს მომაკვდინებელ თამაშებზე უზარმაზარი ფულადი პრიზის გამო, სადაც სონგი ჰუნი, რომელიც დაბრუნდა ნომერი 456-ით, ეცდება ბოლო მოუღოს სასტიკ გამოცდებს. ასევე 2025 წელს მოსალოდნელია მესამე სეზონის გამოსვლა, რომელიც შოუსთვის ბოლო იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ პირველ სეზონში მოკლული იქნა ასობით გმირი, ნაცნობი სახეები გაგრძელებაში ცოტა იქნება. თუმცა ჩვენ მაინც შევძლებთ ვნახოთ ზოგიერთი მათგანი. მათ შორის შესაძლოა ჩონ ჰო იენი დაუბრუნდეს ქალს, თუმცა ოფიციალური დასტური ამ ინფორმაციისა არ არსებობს. რაც შეეხება სამეფო კარის თამაშებს, 2025 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახალი სერიალი „7 სამეფოს რაინდი“. ეს ამ სამყაროს კიდევ ერთი სპინ-ოფია, რომელიც მოგვითხრობს სერ დუნკან მაღალზე. ინფორმაცია გაავრცელა თავად Warner Brothers Discovery. ასევე სტუდიამ გაავრცელა სხვა პროექტების გამოსვლის პერიოდებიც. თებერვალში მოსალოდნელია თეთრი ლოტუსის მესამე სეზონის დასაწყისი, ხოლო The Last of Us ახალი სეზონი გამოვა გაზაფხულის დასასრულს ან ზაფხულის დასაწყისში. 2026 წლის დასაწყისში დაგეგმილია Euphoria-ის მესამე სეზონი. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ გველოდება House of Dragons-ის მესამე სეზონის პრემიერა და შემდეგ უკვე Harry Potter-ის სერიალის წამოგვეწევა. ამგვარად, Warner-ები და HBO გეგმავენ წელიწადში 2-3 დიდი პროექტის გამოშვებას. Harry Potter-ი არანაირად არ გამოვა 2026 წლამდე, რადგან Warner-ები ძალიან დიდ ფსონს ჩამოდიან პროექტზე და 10 წლიან პროექტს უწოდებენ. ამ დროისათვის მსახიობების შერჩევა მიმდინარეობს. სტუდია DreamWorks-მა წარმოგვიდგინა თავისი ჰიტის რიმეიკი, როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი. მასში ჩვენ გვაჩვენეს ვიკინგი და მისი დრაკონი. დრაკონი ერთ-ერთში არის შექმნილი ორიგინალთან შედარებით, თუმცა მაინც ჩანს, რომ ორიგინალში დრაკონი უფრო ლამაზი იყო. დანარჩენად კი, როგორც ჩანს მაყურებლებს, ელოდებათ თითქმის იგივე, რაც 15 წლის წინ, თუმცა ამჯერად ცოცხალი მსახიობებით, მათ შორის ჯერარდ ბატლერით, მთავარი გმირის მამის როლში. რამდენად მიიზიდავს ეს აუდიტორიას, ამას გავიგებთ ივნისში. სერიალი დექსტერის პრიკველმა ქვესათაურით პირვანდელი ცოდვა შეიძინა ახალი ტრეილერი. შოუ მოგვიყვება იმის თაობაზე, თუ როგორ სწავლობს ახალგაზრდა ფსიქოპატი თავის რეალური სახის დამალვას და ამავდროულად პირველად გადის დამნაშავეებზე სანადიროდ, რომელიც პოლიციამ ვერ დაიჭირა. დეტექტივი გარი მორგანის როლი ამ ვერსიაში ითამაშა კრისტიან სლეთერმა, ხოლო მეთაურის როლში წარსდგება სარა მიშელ გელარი. პრემიერა 12 დეკემბერს. 10 დეკემბერს გამოვა Secret Level-ი, Love Death Robots-ის შემქმნელებისგან. ამჯერად მოკლემეტრაჟიანი ფილმების საფუძველი თამაშებია Armored Core-ის ჩათვლით. ამ უკანასკნელის მიხედვით გადაღებულ სერიაში მთავარი როლი კიანუ რივზმა შეასრულა. ამერიკული კინოგაქირავების ტოპს ხურავს ფილმი საუკეთესო საშობაო ზეიმი. მას აქვს $3,275,000. 13 მილიონზე ოდნავ ნაკლებს იღებს მისია წითელი. თითქმის 3 კვირის განმავლობაში ფილმმა, რომლის ღირებულებაც $250 მილიონ შეადგენდა, 150 მილიონამდე მიაღწია. მესამე ადგილზეა რიდლი სკოტის გლადიატორი 2, $30,700,000-ით. ფილმი საერთო კასა ჯერჯერობით შეადგენს 320 მილიონს. ეს იმაზე მეტია, რის შეგროვებაც ნაპოლეონის ფილმმა მთლიანად შეძლო. მეორე ადგილი ფილმი ალქაჯის ზღაპარი ჯადოქარზე. გაქირავების მეორე კვირაში ფილმი იღებს $80 მილიონ. ხოლო პირველ ადგილზეა მოანა 2, $115,500,000-ით. მართალია კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სიკველი ორიგინალზე სუსტი გამოვიდა, თუმცა მეორე ნაწილმა ორჯერ უკეთესი სტარტი აიღო. 35 წლის წინ, დაახლოებით ამ პერიოდში გამოვიდა მულტფილმი ქალთელზა, ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობის ნამუშევარი. 80-იანი წლები დისნეის ანიმაციური ნაწილისთვის ბნელი პერიოდი იყო. რამოდენიმე ლენტა ჩავარდა და მაშინდელი დისნეის ხელმძღვანელი მულტიპლიკაციურ ფილმებზე უარის თქმას ფიქრობდა. თუმცა იგი დაარწმუნეს, რომ კიდევ ერთი პროექტისთვის მიეცა შანსი, კერძოდ კი ქალთელზას ეკრანიზაციისთვის. ამ ლენტის გადაღებას ჯერ კიდევ Walt Disney გეკმავდა ფიფქია და 7 ჯუჯას შემდეგ, თუმცა სტუდია MGM-თან კონფლიქტი მოუვიდა და პირობა დადო, რომ აღარასდროს შეეხებოდა დანიელი მეზღაპრის შემოქმედებას. ქალთელზას წარმოებაში ჩაუშვეს იმ დროისთვის არნახული რესურსები. ასევე ხელმძღვანელობის სკეპტიციზმის მიუხედავად გადაწყვიტეს ლენტას სრულფასოვან მიუზიკლად გაეკეთებინათ, რაც საკმაოდ მომგებიანი გამოდგა, რადგან 9 სიმღერიდან 2 პლატინის ჰიტი გახდა, ხოლო მათგან ერთ-ერთმა ანდადასიმ ოსკარიც კი აიღო. ქალთელზა ეპოქების გზაგასაყარზე შეიქმნა.
ლენტის რაღაც ნაწილი უკვე კომპიუტერული გრაფიკით იქმნებოდა, თუმცა ამავდროულად გახდა დისნეის ბოლო პროექტი, რომელშიც კადრები ხელით იქმნებოდა. კინოგაქირავების პერიოდში მან 84 მილიონი დოლარი შეაგროვა, თუმცა ვიდეოების გამოშვებისა და რამოდენიმეჯერ ხელახლა გამოშვების ხარჯზე საერთო სარგებელმა მილიარდს გადააჭარბა. სწორედ ქალთევზამ გახსნა ეგრეთ წოდებული დისნეის რენესანსი, რომელმაც 90-იანი წლების ბოლომდე გასტანა. სწორედ მაშინ შეძლო კომპანიამ ფულისა და ძალების შეკრება, რათა გადასულიყო სრულფასოვანი ბლოკბასტერების შექმნაზე და შემდეგ ყოვლისშემძლე მედია იმპერიად გარდაქმნილიყო. ამ კვირაში სულ ეს არის. დაალაიქეთ ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარები და გამოიწერეთ არხი. შეხვედრამდე.